მიდის კახა ძაგანიასთან კახა თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნების თაობაზე დაძაბულობა არეულობა რომელიც იგეგმება რაზეც ხელისუფლების ლიდერებმა ერთ დღეს 4 ზედიზედ განცხადება გააკეთეს თქვენი აზრით იქნება თუ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში პოლიტიკოსები ვარ და სხვათა შორის ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე უფრო მეტი პოლიტიკოსები არიან ამიტომ თქვენ კარგად გამიგებთ ისი თქმა მინდა ჩვენ ვატყობდით და ვამჩნევდით და უყურებდით თვალყურს ვადევნებდით როგორ მიდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კბილის მოსინჯვის პროცედურები აი ამ გამოსვლებთან არეულობასთან დაკავშირებით როცა იყო ერთი აქცია ჩანიშნული მერე მუსიკალური აქცია ჩანიშნეს მერე საერთოდ გადავიდნენ არა პოლიტიკურ აქციაზე და მარტო მუსიკალურ აქციაზე და ბოლოს მაინც იქამდე მივიდნენ რომ ხალხის განწყობა ვერ შექმნეს ისეთი საპროტესტო მუხტი ვერ დაიჭირეს ისეთი თუნდაც იმხელა როდესაც 2003 წელს იყო გახსოვთ ალბათ 2003 წელს 25000 კაცით დაიწყო სააკაშვილმა აი ეს 25000 კაცით აი ეს კრიტიკული საპროტესტო მასა ვერ შეაგროვეს და ამიტომ აი ეს განწყობა ეს მუხტი აი საპროტესტო სარევოლუციო განწყობები აი ამ ეტაპზე ჩაუვარდათ მაგრამ მცდელობები კიდევ იქნება იმიტომ რომ ამ მცდელობებს ფინანსური სარჩული მოყვება და ფინანსური გამყარება მოყვება ამიტომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რომ უცხოეთიდან შემოსული თანხები იყოს აბსოლუტურად გაკონტროლებული არ იყოს დაფინანსებული ქართული პარტიები უცხოეთიდან საქართველოში მოქმედი პარტიები უცხოეთიდან როგორც ჩრდილოეთიდან ასევე უკრაინიდან ასევე სხვა მიმართულებებიდან ხშირ შემთხვევაში აი ეს ნაციონალური ფულები ევროპის გავლით შემოდის და სხვადასხვა წყაროები ამიტომ აი ეს ყველაფერი კომპლექსურად ხელისუფლების ხრებზე არის და მართალია მოსაზრება რომ კარგის და ცუდსაც პასუხისგებელი რა თქმა უნდა ხელისუფლება მადლობა კახა რა თქმა უნდა ჩვენ პროცესში ვართ ოპოზიცია მაგრამ თავარი პასუხისგებლობა ხელისუფლებაზე დიდი მადლობა წარმატება მინდა გისურვოთ მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ვაძლევ ბოლოს სიტყვას ამ ეთერში ზვიად კუპრავას და შემდეგ უკვე ნანას და ლევანს და დავასრულებთ მოკლედ